პირველებში ცხადია მიმართვასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ რა პერსპექტივიდან იყო ეს ბრიფინგი ოპოზიციური პარტიები მიმართავენ სირიის ახალ ლიდერს თუ იმის დემონსტრირება გსურდათ რომ ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნება არალეგიტიმურია ნუ ისიც და ისიც და არალეგიტიმურობისა შემთხვევაში ის წმენა არ არსებობს რომ ესენი მაგნაბიჯის გადამდგმელები იყვნენ, იმიტომ რომ საფუძვლიანი ერთი არსებობს, რომ რუსები არ მისცემენ მაგის უფლებას, რომ ეცრამე გააკეთონ. ესეც არის ახლა რაღაცა შეზღუდვის ფანჯარა გაჩნდა, რომ მრავალწლიანი ეგ ეწოდებული აღიარების შემდეგ სირიაში სიტუაცია ცივი არის და არის შანსი, თან კარგი შანსებია ისი, რომ სირიამ წაიღოს აღიარება უკან, რაც მნიშვნელოვანი ამბავი იქნება ამ ქვეყნისთვის გრძელვადიანად. ამიტომ ამ საკითხზე ეს გუშინდა მიღებული გადაწყვეტილება არ არის და ახალ თვე შეიძლება იყოს რაც მიდიოდა მსჯელობა ოთხ პოლიტიკურ ჯგუფის და მათ შორის უბრალოდ შეიძლება იმაზე რომ გასაკეთებელია მაგას ფიქრობ და გასაკეთებელი უბრალოდ ფორმაზე როგორ გამოგეცებინა და მათ შორის მიწოდების გზებზე როგორ მიგოსტია იქამდე რაღაც რამდენიმე გზება კონფლიქტებული რომელსაც აბსოლუტურად მოხდება მიწოდება ამ ნოტის რომელიც ინგლისურ ენაზე არის დღევანდელი სირიის ხელმძღვანელობის მათ შორის რო იყო საჭირო იმისათვის რომ თვითონ ამ სირიის ხელმძღვანელობასთან ახალ ხელმძღვანელობასთან იმატებაში უყურებდით საერთაშორისო ლექცია როგორი იქნება და სხვა საფრთხეების დამოკიდებულება როგორი იქნება და ნუ ხა ჩავთვალეთ რომ არის ის დრო როცა რადგან მათ უკვე დაიწყეს რაღაც ტიპის დიპლომატიური კონტაქტების დამყარება რამდენიმე სერიოზულ ქვეყანასთან, ცივილიზებული სამყაროს სერიოზულ ქვეყანასთან, ჩვენ გადაწყვეტეთ, რომ შესაძლებლობა არ გამოვტოვოთ უბრალოდ და გადაწყვეტეთ მიგრომატებთან, საკმაოდ საფუძვლიანი მედი გვაქვს პრომოტები დასრულდა მას ამბავი. კი ბატონო, ანუ ეს არის მათ შორის დასავლელი დიპლომატების ჩართულობით, აი ბადრი ჯაფარიძე ყვებოდა ბრიფინგზე, რა გზით შეიძლება მიაწვდინოთ მათ ხმა, ანუ ამ მიმართულებით ეს ჯერჯერობით წერილია მხოლოდ თუ ფიქრობთ რომ მივა უშუალოდ ადრესატამდეც აქ ცოტა ბუნდოვანება იყო სოციალურ ქსელში რაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა, ამიტომ გითხარით უფრო დეტალურად. რამდენიმე აქტივია, რომელსაც ადრესატამდე მივა და გარდა ამისა ჩვენ დასავლური გორთან კომუნიკაცია, რომელიც უნდა რომ დაგვეცნო კომუნიკაციამ კომუნიკაცია მარტო მასე არ არის რომ ვიღაც წერილი და საუბარი იმაზე რომ ლობირება დაწიონ ამ საკითხს. და მაგაზე ნალაპარაკები გვაქვს უკვე რამდენიმე ჩვენ მეგობრად ქვეყანაში. მარტო ოთხივე ოპოზიციური პარტია ხართ ამ პროცესში ჩართული თბილისიდან. სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობდა ამ პროცესში თუ არ ჩათვალეთ ამ ეტაპზე საჭირო ამ უცებ კომუნიკაციაში ჩვენ დასავლურთან ჩართული რაღაც მახსოვს არ ყოფილა ყოველთვის მედიციში ვიყავ ეხაოთ არის ბოლოს მანამდე ისე საქმის კურსში იყო ჩაყენებული. მანამდე იყო საქმის კურსში, დღეს უნდა ყოფილიყო ის ამ ბრიფინგზე თუ არ უნდა ყოფილიყო? არა, ეგეთ ჩართულობაზე არ არის საუბარი დღეს ბრიფინგზე ყოფილიყო, მაგრამ რამდენად ისე საქმის კურსში ჩაყენებული ჩვენ ოპერატივით ამის გაკეთებას. კეთილი. კი ბატონო, გადავიდეთ ახლა გადაწყვეტილებაზე, რომელიც თქვენი სტრასბურგში ყოფნის დროს მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და რასაც მოხდა შემდეგ უკვე ქართული ოცნების ის რეაქცია, რაც მოხდა. ისე იქ ყოფნის დროს მოსალოდნელი და ლოგიკური იყო ქართული ოცნების ეს ნაბიჯი, მით უფრო ასეთი ძალიან ხისტი და მკაცრი განცხადებების და ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, რომელსაც შეიძლება ასეთ ხისტს ოპოზიციას არ ელოდა. არა, ვერ ვიცი რომ ოპოზიცია მაგას არ ელოდა, შემდეგ შეიძლება მოგწოდოთ განვითარების მოვლენები, შეიძლება ჩავედით. კვირას ჩავედით ჩვენ შუალთვისას სტრასბურგში და კვირას საღამოს დავიწყეთ შეხვედრები, კვირას საღამოს საერთოდ განსხვავებული მოცემულობა დახვდა, შეგვიძლია პირველ შეხვედრაზე ამ შემთხვევაში ჩვენში გულისხმობ ალდეს წევრ პარტიებს, დროა იყო ვიჩმენ თავისუფლებელი ბლო და სტრატეგია აღმაშენებელი ჩვენ ქონდა ალდეს ფრაქციის ხელმძღვანელობათა შეხვედრა კვირას საღამოს, სადაც გვითხრეს რომ იყო საპრეზიდენტო კომიტეტის შეხვედრა, საპრეზიდენტო კომიტეტი არის პასის პრეზიდენტი პლუს ფრაქციების პრეზიდენტები და ამ საპრეზიდენტო კომიტეტზე გადაწყდა რომ რაღაცა დიდი მიზეზების გამო რომ საბოლოო ჯამში მაინც არ ვქრათ უარი უკრაინელების ცნობაზე, იმიტომ რომ ხდება რაღაცა კომუნიკაციის შენარჩუნება, ის არისა, მოკლედ სტანდარტული ევროპული მიდგომა და ამბავი იყო, რომ დიალოგი შევიდნენ, ისა ესა, სესულეთ აპირისპირო დიალოგა დახვდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ ჩატანგიკურად ბევრი მასალები და იმ შეხვედრაზეც გავაცანით ეს მასალები, აუხსნით რატო იყო მნიშვნელოვანი, რომ რეაგირება ყოფილიყო პასეს მხრიდან, იმ ყველაფერზე რაც მოხდა ქვეყანაში და ამაში არის გულისხმობა და არჩევნების მოპარვა იგულისხმება მათ შორის
ძალადობა და წამების ფაქტები, რომელიც ამ ქვეყანაში დაფიქსირდა რამდენიმე გადამულად რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ მეორე დღეს დილიდან მქონდა შეხვედრები სულ პოლიტიკურ ჯგუფებთან და უკვე ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს იყო წარმოადგენელი პლუს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრას. ეს არის სოციალისტები, ეს არის ALDE, ეს არის IPP, ეს არის კონსერვატორები და ყველგან ჩვენ დავარიგეთ კონკრეტულად აღებული დაბეჭდი მასალა და პლუს მქონდა მამ ფრაქციების შეხვედრაზე გარკვეული დრო პოლიტიკოსების ავიცი მაგალითად, მაგრამ ALDE შემთხვევაში დაახლოებით საათნახევრის ფრაქციის შეხვედრა იყო, სადაც 45-ზე მეტი დაეწყო კონკრეტულად მარტო საქართველოს საუბარს, სადაც შეგვიძლია საშუალება გავუკეთებინა პრეზენტაცია და ქონდა საშუალება კითხვებზე გავეცა პასუხი. ამის შემდეგ დაიწყო შემოწრიალება იქ ატმოსფეროსი და განწყობების. შემდეგ შემქონდა არც ვიცი რამდენი, მაგრამ ძალიან ბევრი შეხვედრები ქვეყნების დელეგაციებთან, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ყოველდღე თითოეული ქვეყნიდან და მან გადაწყდა სიტუაცია. შემდეგ იყო პრინციპული საკითხი მონიტორინგის კომიტეტის ხდომა, იმიტომ რომ მონიტორინგის კომიტეტი ამზადებდა დასკვნას და იძლეოდა რეკომენდაციას იმის თაობაზე თუ რა რეაქცია უნდა მოეხდინა, რა რეაგირება უნდა მოეხდინა პასეს და იქასაც დაწერდნენ ის გავიდა და შემდეგ უკვე პასეს სესიაზე მონიტორინგის კომიტეტზე ჩვენ მივახციეთ იმას, რომ საქართველოს ჩვენი წარმომადგენელი ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ არ იყავით ოფიციალური სტატუსით, ჩვენ ვარი გვაქვს ნაცნობი ყველას მომდეზე, ამიტომ არავინ არ იყო ოფიციალური სტატუსით, ჩვენ ვიყავით იქ არსებული პოლიტიკური ჯგუფების მიწვევით ჩასულები, მაგრამ მივახციეთ იმას, რომ წარმომადგენლებს დაუძახეთ და თინა ბოქჩავა შევიდა მონიტორინგის ხომაზე, სადაც ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებს ესწრებოდნენ და მონიტორინგის ხომაზე საბოლოოში გადაწყდა ამბავი, რომ არ იქნება აღიარება მოსილებების და კითხავთ, აი საბოლოო შედეგი, რომელიც დადგა, რომელიც აისახა ტაბლოზე თავის პირობებით ჩანაწერებით, ეს მიგაჩნიათ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებად, არის ეს ქვეყნის გამარჯვება თუ თეატრულკენის დესტრუქციაც წაგეხმარათ ამ გამარჯვებაში? გარკვეული თვალსაზრისით კი ეხლა, როდესაც კომიტეტის თემას ატოვებინებენ, ხო გასაგებია, რომ იქ აჩვენეს თავიანთი რეალური სახე, ანუ როგორც ველურები იქცევიან აქ, ისე იქცეოდნენ იქაც. და ეს კი გარკვეული თვალსაზრისით წაგეხმარათ, თუმცა რამაც იმუშავა არგუმენტებმა, იმუშავა მასალებმა, რომელიც ჩავიტანე და იმუშავა სიმართლე, რასაც ჩვენ ლაპარაკობდი და რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, სამომისი არგუმენტები, ამას შეცვალა იქ ატმოსფერო და შეცვალა იქ განწყობები და შეიძლება ითქვას, რომ მესამე დღეს პირველ დღეს ვეუბნებოდნენ, რომ ეს არის გადაწყვეტილება და საპირის არაფრის გაკეთებას არ ფიქრობდნენ, სერიოზული და წონიანის. მეორე დღეს ვეუბნებოდნენ, რომ 50-50-ია შანსები, რომ მესამე დღეს შუადღესაც უკვე დარწმუნებულები იყვნენ ისინიც ასესტებლებული ხვალ დეპუტატებს, რომ შეგვეძლო ვეუბნებოდნენ, რომ გაჩერდით აღარ არის საკმარისია, რაც იმუშავეთ, რომ წადი დაისვენოთ იქ საქართველოში, მაგრამ მაგის დრო აღარ გექნებათო, ეს განწყობილება უკვე მიღებულია და სესიაზე აღარ შეიცვალა და მართლაც ეცემოდა. რაც რაღაცას მიიღო მონიტორინგის კომიტეტმა, ის გავიდა სესიაზე დამხმის და პატარა ცდილობით, რომ ჩვენთვის ასიკეთო ცდილობთ. იჩამში ეს შედეგი გადო დიდმა ერთობამდე, ერთობამდე ერთი მიზნისკესიანობა და ამაში გულისხმობა ყველა პოლიტიკური ჯგუფი და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ ძალიან ბევრი ინიციატივის მართლაც და მათ შორის სამწეულიშო ყველა ერთ-ერთი ვიმეორე თამას რო განსაკუთრებით საკმაოდ ეკუთვნის ნიმოლომჯარეს, რომელიც არ იყო სტატუსში. თუმცა ის ბროშურა რომელსაც აფრინელებდა ერთ-ერთი ლორდი ბრიტანეთიდან, მეცამეტი ხალხის პორტფელი მომჯარიას მომზადებული მასალები, რომელიც ჩვენ გვაქვს დავადიზაინე და ალკინზე და ბროშურების სახით წავიღეთ აქეთ. ბევრ ადამიანს ეკუთვნის მალდოვანს. ბრიტანეთის დელეგაცია ახსენეთ და ამბობდით, რომ განსაკუთრებით აქტიურები, ყველაზე ხისტები იყვნენ ამ პროცესში. საინტერესოა ეს შეიძლება თუ არა ითარგმნოს სანქციების თემის დაჩქარებათაც, ამ თემის ადვოკატირებათაც მათი მხრიდან, რა ტიპის კომუნიკაცია იყო დარბას მიღმაც მათთან, აი რით არის განპირობებული ეს რაღაც გამოირჩეოდნენ ყველაზე მკაფიო და ხისტი განცხადებებით. თარგმანიც არ არის ნაწილი სინამდვილეში პირდაპირ თარგმნება და გეტყვით რატო, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა მე ქრონოლოგია მიყევით როგორც ხდებოდა იქ ატმოსფერო და განწყობები, მაგრამ თუ მეორე დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ სნოთ უფლებამოსილება ივანიშვილის დელეგაციის თუ სნოთ ივანიშვილის დელეგაციის უფლებამოსილება ჩაერთული პირობებით მესამე დღეს უკვე საუბარი იყო, რომ არც ნუ საერთოდ მოსილება თუ ცნობს გარკვეული პირობებით და ეს იყო მათ შორის ბრიტანელების დამსახურება მნიშვნელოვანი და იმიტომ ბრიტანეთთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მე პირადად არ ესწრებოდი, მაგრამ ესწრებოდნენ
ესწრებოდა დროადან და დანარჩენი სპორტიდან ესწრებოდნენ. ბრიტანელებმა თვითონ გაჭედეს, გაჭედეს შარგოს ვაროთ, მაგრამ გაჭედეს იმიტომ რომ ისინი თვითონ რომ ტურისტებს დახეს, ეს ფაქტები რაც მოისმინეს, ისინი თვითონ რომ არანაირი ვადის მიცემა კიდე თუნდაც ჩამორჩეული პროფესიულებით ივანიშვილის არ შეიძლება რომ ეს მისცემს საშუალებას რომ კიდე დრო მოიგოს, რომ მათ ისინი არაფრის შემსრულებელი არ არიან რატირობის ალმაც ჩაუდებს და ამიტომ რა აზრი აქვს თავი მოუწყოთ, ჯობია რომ ეხლა გადავიდეს ნაბიჯები რომ მაინც მოგიწევს იგივე აპრილში ჩვენგან ეს მოთხოვნა ესეთი რომ რაღაცა კინეთორა ესე იყოს ან კინეთორა ის იყოს ხადია არ ყოფილა, მაგრამ მათ თუ დაარეგისტრირეს ეფექტურობა იმ რეზოლუციაში რომელიც აპრილში არ გავიდა, რომ გავიდა ის რაც დაყოლილიყო კომიტეტზე როგორც ეს ხდება ხოლმე 50%-ში, მაგრამ გამოშვეს კულტურებით 3 ბრიტანელი გამოვიდა და სამივე მე დაიმეორა რომ ხარი დაუჭირეთ ჩვენს ცნობას. მათ შეგო გულისხმობა მთელი პარაგრაფების ნაშრომს და უბრალოდ რიცხვების ჩაწერას რომ არანაირი პრომოციების ცნობა არ მოხდება და პირდაპირ გამოუშვებენ იქიდან. და ხო, ისინი იყვნენ ჩვენთვისაც საინტერესო იყო სიმართლე გითხრათ ამ ოთხწლიანი საუბრები და შეხვედრების შემდეგ ამ პასესწრეულ დეპუტატებს განსაკუთრებიდან რა დავცათ ჩვენი საუბრიდან ვინ რა მომენტი დაიჭრა და ვინ რაზე გამოახრება ყურადღებას და კარგი იყო ის რომ კარგი რაც საციხარულო იყო უსმენთ უბრალოდ რომ რამდენი რამე მოისმინეს სხვადასხვა კუთხიდან ვინ რა დაიჭრა და ვინ რაზე გაუსვა ხაზი და იქ მათ შორის მშოვარი იყო რამდენიმე გამოსვლა ჩვენთვისაც საუბრობდა სპეციალისტები რესპონდენტი მაგრამ რამდენიმე გამოსვლა ხაზი გაუსვა ზია გამაღლება სწორედ იმის გამო რომ ყველა შეხვედრაზე იყო მზიაზე საუბარი მაგრამ ამ მზიაზე სწორედ პოლიტიკურ მზიაზე გეუბნება თუ კრიტიკული სიტუაცია და დღეს არის ამ წუთია რაღაცა გასაკეთებელი და ეს არის ეს ვერ იქნება ერთის მე ბატონ ზურაბ, ხო აირე, რაში დაგეხმარებათ ახლა უკვე ეს გადაწყვეტილება, როდესაც ერთგვარად ქვეყნის შიგნით ხედავთ პროცესს, რომელიც ტოვებს გაჭედილის შტაბ-ბეჭდილებას. არც ქართული ოცნება დგამს უკან ნაბიჯებს. თუ არ მეთანხმებით ამაში, რომ რაღაცნაირად პროცესი რაღაცნაირ სტაგნაციას ვადევნებთ თვალს. მაგნატში არ გეთახმებით, მაგორეს მაგნატია იყოს, მაგრამ ქართული ოცნება ჯერ უკან დახევას არაფერს მაგნატში გეთახმებით. ამ ყველაფრის მიზანი არის ალბათ ის, რომ დასავლეთს საქართველოს შექმნილ რეალობასთან მიმართებაში კონდეს ცხადი პოზიცია. ამ სიცხადეს აქვს პრინციპული მნიშვნელობა. უკანასკნელი განმავლობაში, როდესაც ჩვენ დასავლეთის მეგობრებს ვეუბნებოდით და აღვწევთ რატიკის რეჟიმს აკურათ მათ აქ საქმე და რომ მოვლენების პროცესი განვითარდებოდა როგორც განვითარდა რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დასრულდებოდა ერთი სხვი ქვეყნის დიქტატურის ჩამოყალიბებით და მეორე სხვი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებით და ამ ქვეყნის რუსეთისკენ დაყრდნობით ნაცვლად ინტეგრაციის და ჩვენ ვაწყდებოდით პრინციპ ბარიერებს და ვეუბნებოდით რომ ეს არ არის და არ ჯეროდათ რომ ვეუბნებოდით და რუსული კანონის მიღების შეცვალა ან მეორესწორ ვაწყდებოდით სხვა პრობლემას ეს პრობლემა გამოიხატებოდა იმაში რომ დასავლეთი რაღაც განცხადებას აკეთებდა და რაღაც შეფოთებას გამოხატავდა მაგრამ აგრძელებდა ბიზნეს as usual აგრძელებდა თანასწორობას ქართული ოცნების რეჟიმთან ისე თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეს არის პრობლემა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს უამრავი ადამიანი რომელსაც დაჭირდა ბევრი დრო თვალი ახელოდა იმაზე რა რეჟიმთან გვაქვს საქმე და იმის რატო ხდებოდა ეს იმიტომ ხდებოდა რომ ქართული ოცნება ახერხებდა ამ ადამიანებს მიღებას რომ თითქოს ის არის პროევროპული ძალა და თითქოს მას ქვეყანა მიყავს ევროპიდან დღემდეც კი ეს რუსული რეჟიმი რომელიც საქართველოში არის სიგოს ადამიანებს მოაწყობს რომ თითქოს ის ევროპისკენ და იგონებს 1000 ისულელებს და მიყვართ იმისა რომ ყრიან ყველაფრიდან გამარჯვებას არავინ აღარ ეუბნება არსეთ მაღალი დონის შეფასება არ არის მათ უცებ ბოდების მოყოლა რომ ისინი თვითონ მაინც მიდიან ევროპისკენ ოღონდ მიდიან რაღაცა ხისებით მიდიან ევროპისკენ რომ ის მათ აქვს რაღაცა ნორმალური ურთიერთობა ვიცით ევროპასთან ოღონდ უბრალოდ გარდა ამ წუთის მდგომარეობის მათ ახერხებს არავინ არ ელაპარაკება ირდებათ ეს მათ რუსეთმა უკრაინაში ისწავლა რომ თუ არსებული რუსული ხელისუფლება ღიად გამოდის და ამბობს უარს დასავლეთზე და ევროპაზე ამას შეიძლება მოყვეს მერე იქ რეაქცია მოსახლეობის მხრიდან რაც იყო უკრაინაში ანუ აქ მუშაობენ ცოტა უფრო ფრთხილად თელიანტების განმავლობაში კიდევ ჯერ კიდევ დღემდე ვერ გამოდიან და ვერ იძახიან რომ ევროპა არ დიდა და თუმცა დაიწყეს მათ ზონდირება დაიწყო მათმა პროპაგანდისტებმა და ისე პროტესტის ნაწილზეც გითხარით რა რადგან არ გვეთანხმებით პროტესტის ხო პროტესტი ტოვებს
გაჭედილის შთაბეჭდილებას, ხო, სასახეზე გვაქვს 59 სინდისის პატიმარი. მართალია ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა თავიდან ბოლომდე, ცხადია, თუმცა არ ვიცი, ახლოსაც არ ვართ იმ განცდასთან, რომ ისინი ძალიან მალე იძულებული გახდებიან გაათავისუფლონ ისინი გამოგონილი ბრალდებები ზიანციხეში. ხო, მაგნეტეში გეთახმებით, რომ მათ არაფერი ეთხოვათ, ჯერ უკან დამხრეები არიან, თუმცა ეს შეიძლება აიხსნალი. მე არ ვიცი სინამდვილეში, არავინ არ ვიცი ზუსტად რა ხდება ამ წუთში რეჟიმში. შეიძლება არიან ჩამოშიშება, შეიძლება ხო ჩამოიშალონ, შეიძლება არც არაფერი ჯერ არაფერი პრობლემა არ აქვს და ეს ამ რეჟიმმა კიდე გააგრძელოს გარკვეული პერიოდი ასევე. მაგრამ ეს ამიჩნევს, რომ ისინი ის შემთხვევაში ეცდებიან ბოლო წამამდე, ეცდებიან რომ დახატუნთულად იყოს ყველაფერი კარგად, აი თვითონ პრობლემა არ აქვს, რაღაცა არის დაჯილდოვანი, რაღაცა მოძალადეები და რაღაცები აკეთონ და ფასადი შექმნას თქოს, რაღაცა ცხოვრება დიდი შეუძლებელია და მათ სისტემას და მათ ძალაუფლებას არანაირი პრობლემა არ ექნება. კაც მაინც ნამდვილად შეიძლება ახლა. და კიდე გამორჩა შეიძლება დიაპაზონი იყოს საერთოდ ფართო, რომ შეიძლება ჩამოშის პირას იყოს და შეიძლება მართლა არც არაფერი არ მომხდებოდეს ძილზე. ნაკლებად ვიცით რა ხდება იმ ხარეს, მაგრამ აი არა იცით რა კონტექსტში ვისაუბროთ, რა არის შედეგი პროტესტის თითქმის 2 თვის თავზე, 73 თუ 75 დღეა. რას ვამბობთ პროტესტზე და მის შედეგებზე, რაც არის ქუჩაში, როგორ შეიძლება ეს შეჭამდეს? თავარი შედეგი არის, რომ სამი თვეები გასული 26 ოქტომბრის არჩევნებიდან და ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას აღიარეს გარდა იმ მცირე ნაწილის აფერმების და განსაკუთრებით მეძებლის შესაძლებლობას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ეგრევე აღიარეს და რაღაცა მოლოცვები გამოაქვთ. მას შემდეგ არ გამარჯვებია თინდების ამავდან არც ერთი სახელმწიფო, რომელიც ამ ლეგიტიმურობას აღიარეს და ეს არის შედეგი კოალიციის პროტესტის. არც ცნობს მათ ლეგიტიმურობას არც ერთი სხვი პოლიტიკური ჯგუფი, განსაკუთრებით ის 4, რომელმაც გადალახეს ბარიდე რომ გამარჯვება მოიპოვეს ამ არჩევნებში თუ არა ძალადობრივი გზით ამ არჩევნების მიტაცებისა. ესეც არის ჩემთვის შედეგი. ისეთი ყველახელი დასავლეთი როგორიც არის ეხლა არ ყოფილა უკრაინის განმავლობაში არასოდეს ინსტიტუცია რატიფიკაცითან არ საქმე და ეგეთ არის შედეგი ამ პროტესტთან და პროტესტი აქ შედეგები და ნუ გადაუსვათ ამას თუ ვინმეს მოლოდინი კონდა რომ პროტესტი გამოვა ეხლა და არის 5 ჯერ გამოვა და 7 ჯერ გამოვა და ესენი თუ ჩამოიშლებიან არა, საკმაოდ ხარად არის და საკმაოდ დიდი რესურსია იმისათვის, რომ ისწავლოთ არ ჩამოშლება. მაგრამ მე ამჯერად რომ პროტესტი რაღაცა სტაგნაციას განიცდის, ორი თვე არის გასული, რაც ქუჩაში დგას ხალხი და რუსთავები ზადის ხომ რამდენიმე დღე ჩავაგდა იმის გამო რომ დაგუშილება, მაგრამ რუსთავები ზადის და თამამთან კომუნიკაცია აქვს. ყველა დამეთახმება, მათ შორის პროტესტი სადაც ასულა, ბრაზია სადაც ასულა, დამეთახმება შეახვალ ფაქტს, თუმცა ბრაზია არსაც ასულა, მაგრამ რა აკლია ამ პროტესტს, რომ იყოს უფრო ქმედითი, იმიტომ რომ იყო რაღაც თვითრეფლექსიაც გადახედვა, რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს ფორმაში, რა შეიძლება შეიცვალოს და ასე შემდეგ. რა იქნებოდა უკეთესი, რა შეიძლება აკლდეს ახლა პროტესტს თქვენი აზრით? ჩემი აზრით პროტესტი აკლია ის, რომ გახდეს უფრო მასობრივი და აკლია იდეები, როგორ შეიძლება სხვადასხვა ფორმებით ანიგიო პროტესტი, რომელიც დავისწავლეთ გახდეს უფრო მწვავე, ან გაიშალოს და უფრო მეტი მოიცვას მეტი საკითხი და მარტივი შეხება. ეს სხვა ქალაქებში არის პროტესტი, მაგრამ ეს აკლია და ამას ჭირდება ფოკუსირება ყველას მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური ძალების მხრიდან. სწორედ ამ პრობლემას მიზანზე, რომ როგორ გავხადოთ, როგორ გამოვიყვანოთ უფრო მეტი ადამიანი ქუჩაში და როგორ გავხადოთ პროტესტი უფრო მწვავე. ყველა უნდა ფოკუსირდეს ამაზე და უნდა ფიქრობდეს ამაზე და არა, რა ვიცი, 1000 რაღაცებზე რაც შეიძლება დღეს იყოს მნიშვნელოვანი და ხვალ იყოს მნიშვნელოვანი და ზეგ აღარ იყოს მნიშვნელოვანი. თავარი ამბავი ჩემთვის არის ეს, რომ ყველას გონება და ბევრი ვარ და არც კი გვაკლია და არც გონება გვაკლია იმისათვის, რომ ამაზე ფოკუსით თუ ყველა ფოკუსირებით იმაზე, როგორ გავხადოთ ეს პროტესტი უფრო მწვავე და უფრო ფართომასშტაბიანი, ეგ არის ახლა რაც არის პროტესტთან გასაგები ჩემთვის გასაგებია. და შესაძლებელია და გაკეთებადია და გავაკეთებთ უბრალოდ შეიძლება ახალგაზრდა მიწვიდა ნელა და შეიძლება უფრო ხარიტების მიწვიდა, მაგრამ მიიღოს ყველა შემთხვევაში. კი ბატონო, აი ამ პროტესტის ფონზე საინტერესოა თქვენ ერთ-ერთ შედეგად პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ასახელებენ არაღიარების დამაგრებას, რომ ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ არ აქვს ოცნების ხელისუფლებას, თუმცა არის მინიშნებები, რომ არის კულუარებში განწყობა, რომ ერთგვარად ჩუმ აღიარებას ეძახიან ამ ყველაფერს ექსპერტები, არ თქვან რომ ლეგიტიმურია, არ თქვან რომ არალეგიტიმურია, მაგრამ ნელ-ნელა თუ საპროტესტო ცეცხლი მინელდება, შესაძლოა რაღაც ტიპის ურთიერთობები ფორმალურად აღდგეს. არის თუ არა ეს საშიშროება ახლა თქვენი აზრით და რა შეიძლება ითქვას ამ პროცესზე? თუ პასუხი ის არის, რაც თქვენს უკან წერია ადრე სხვა ეთერში ელენა იჯდამ ფონზე მახსოვს, კაც მარიცის რა იქნება, არის უკან წარწერა. მაშინაც მიიქცია ყურადღება.
მე მაგრის ხედავ, ეგეთი რისკის ზოგადად ცხადი არსებობს, მაგრამ ამ თუ მდგომარეობით მაგრის ხედავ ესეთ პოლიტიკურ ჯგუფში შემიძლია ვთქვა. ეგ ეჭვი თუ არ ვიცი რისკი თუ რაღაცა ეჭვი ალბათ უფრო იმიტომ არსებობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში რომ არსებობს ცუდი გამოცდილება 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდის როდესაც პოლიტიკური პარტიები ასევე ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ ასევე არ შედიოდნენ პარლამენტში და შემდეგ მას შემდეგ ქუჩაში პროტესტმა ვერაფერი ვერ იქნა და მას შემდეგ რაც შარლ მიშელის დაერია საქმეში და გარკვეული რაღაცა მოდერატორის როლი ითამაშა მოლაპარაკებებში ამის შემდეგ პოლიტიკური ძალები შევიდნენ პარლამენტში მე არ ვეკუთვნი პირადად მაგ ადამიანს რომელმაც ეს და გაიარა მაგრამ ის გამო რომ გამოცდილება არსებობს ამის გამო არსებობს გდობის ნაკრება პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ და ადამიანებს არ ეწევი რომ რაღაცა თუ არ გამოვიდა ქუჩაში არაფერი ვიღაცება შეუძლია გადაწყვიტონ როცა საპარლამენტო იმაში არის რაღაც საფიტოში შესვლა ეს შევიდა ცალსახად გითხრათ რომ არანაირი მსგავსი რისკი ავტომობილებით არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ